ბავშვების დაცვა იწყება მათი მოსმენით. როდესაც ბავშვი კლინიკაში შემოდის, ისტოვებს კომფორტს და ხვდება სრულიად უცხო სამყაროში, სადაც ყველაფერი უცხოა. უცნობი ადამიანები, უცხო ხმები, სუნი, აღჭურვილობა, პროცედურები. ასეთ დროს მას სჭირდება ერთი რამ: შეამჩნიონ და მოусმინონ. შეიძლება ზოგჯერ მათ შეეშინდეთ და ეს ნორმალურია. მაშინაც კი, თუ უფროსები ვფიქრობთ, რომ ირგვლივ არაფერი ხდება საშიში. გამკლავებისთვის აუცილებელია ვაგრძნობინოთ, რომ მასთან ვართ. მოусმენთ, არ მოვატყუებთ და ყველაფერს დეტალურად ავხსნით. როცა ყველა მშობელი, ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი ერთხმად ამბობს, შენ მნიშვნელოვანი ხარ, შენი ემოციები მნიშვნელოვანია. მკურნალობა ხდება მეტად ეფექტური და ნდობაზე დაფუძნებული. ბავშვთან კომუნიკაცია პროფესიონალიზმის აუცილებელი ნაწილია და არა დამატებითი ფუფუნება. ბავშვები არასოდეს ივიწყებენ მას, ვინც ყურადღებით მოусმინა. თბილად ესაუბრა, როცა ირგვლივ ყველა ჩქარობდა. როცა ბავშვი გეუბნება, რომ ეშინია, ეს არ არის პრობლემა. ეს არის თქვენი დამინდობის გამოხატულება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მოусმინოთ და მივიღოთ მათი ემოციები. სწორედ ამ დროს ყალიბდება ნდობა. ნდობა კი სრულიად ცვლის მკურნალობის პროცესს. ის ნაკლებად სტრესული ხდება და შესაძლოა ნაკლებად მტკივნეული ბავშვებისთვის. თამაში ბავშვის უფლებაა. სამედიცინო გარემოში კი მას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ, სადაც ყველაფერი უცხო და საშიშია, თამაში ნაცნობი და უნივერსალურია. ბავშვისთვის ეს მხოლოდ გართობა არ არის, ეს არის მისი ენა, დამცავი მექანიზმი და უსაფრთხო სივრცე უცნობ სამყაროში. ბავშვი თამაშით უმკლავდება შიშს, დაძაბულობას, ეცნობა ახალ გარემოს, სწავლობს ახალ უნარებს, გამოხატავს თავის განცდებს და აზრებს. შედეგად კი უსიამოვნო გამოცდილება ხდება ნაკლებად სტრესული და პირიქით განვითარების ხელშემწყობი. ჩვენთვის კი უფროსებისთვის თამაში არის საუკეთესო გზა ბავშვებთან კომუნიკაციისთვის და მათი ნდობის მოსაპოვებლად. შესაბამისად, თამაში არ არის დროის დაკარგვა, ეს არის დროის დაბრუნება ბავშვებისთვის.